მოვდივართ მე-17-ზე. ლაშაც აქ არის. ჯერ მივიღებ და ესე ხდება ხოლმე ზოგადად, რომ აი ერთი და იგივე არ მოგეცვას სხვადასხვა გადაცემაში. ხო, რამდენიმე წუთში გაიგებთ ყველაფერს. შემოვარდი მეგობრებო საეთეროშიც. აი ეს ხდება კადრის მიღმა, მაშინ როცა თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერს. უკვე საგრიმიოროში ვარ, გამოვიცვალე. ნახეთ რა მაგარია, ევროპის დროშა, საქართველოს დროშა შუაში და უკრაინის დროშა დიდება გმირებს. ხო, ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ. თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ალბათ ბევრჯერ ვიტყვით, ყველაფერი გავაკეთე ავედი მე-18-ზე. ჭიქა ვერ ვიპოვე, მოვახდინე წყალდიდობა, ჩვეულებრივი ოღონდ ყავის წყალდიდობა და თან უნდა ჩავწერო სტენდაპი. მოდით, თან ცოტა ჩუმად ვარ, იმიტომ რომ შეიძლება ხმა შევიდე სტუდიაში და ვცდილობ, რომ ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ადამიანი, რომელიც ახლა უძღვება პირდაპირ ეთერს. ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. დაგვაფოლოვოთ, დაწეროთ კომენტარები, რა თქმა უნდა იაქტიუროთ და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება იმისთვის, რომ ყველა ეპიზოდი ნახოთ, მოისმინოთ უამრავი საინტერესო თემა და პრინციპში ალბათ ზედმეტი საუბარი აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ჩემი კოლეგა ელისო ჯარიაშვილი, რომელთანაც უკვე მეგობრობ და აქვე უნდა ითქვას ის, რომ განსაკუთრებული გულწრფელობით ვარჩევ რესპონდენტებს, რომლებთანაც ვსაუბრობ უამრავ თემაზე, რა თქმა უნდა, მიმდინარე ამბებზე, ვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში და ელისო ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც განსაკუთრებული ემპათიით გამოირჩევა რეჟიმის ტყვეებისადმი, მათი ოჯახებისადმი და სწორედ ასე გავიცანი მისი გულშემატკივრობით ჩვენი ოჯახისადმი და ძალიან ბევრი სიტყვა მახსოვს ისიც, როგორ წაიკითხა ის წერილი, რომელიც გამოგზავნე ჯერ კიდევ რეჟიმის ტყვეობიდან და რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა მის მიმართ. ახლა დაველოდოთ ვიდრე ელისო მორჩება გადაცემას და შემდეგ უკვე დავიწყოთ ეპიზოდი, რომელიც გადის ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე არხზე ნიკუშა და ეხლა შევძვრეთ სტუდიაში, იმიტომ რომ გადაცემა უახლოვდება დასასრულს. წამოდით. სულ ცოტა ხანში დავიწყებთ ინტერვიუს, როგორც ხედავთ, დაამთავრა ელისო მუშაობა და ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად და ჩემი არხის აღწერაშიც მიწერია, რომ ყვებით ნამდვილ ამბებს, ნამდვილი ადამიანების შესახებ და სულ ცოტა ხანში შევხვდებით, გავესაუბრებით, არ შეგუშლი ხელს, რა თქმა უნდა, გააცილებს სტუმარს და უკვე დავიწყებთ მორიგი ეპიზოდის გადაღებას. ხათუნა საღინაძე, პროდიუსერი, ჩვენი კოლეგა, ძვირფასი ადამიანი. აი ამ პირობებში, როდესაც წნეხი ძალიან დიდია რეჟიმის მხრიდან, ეს აისახება ყველაზე და ყველაფერზე და აი მართლა შიშველი ხელებით აკეთებენ ყველაფერს და უმნიშვნელოვანეს საქმეს და რა თქმა უნდა კრიტიკულ მედიას უდიდესი მადლობა ამისთვის. კარგად, ნახვამდის. კარგად, შენ? მე უკვე თან ვიღებ, მაგრამ მოგცემთ საშუალებას, რომ ცოტა სული მოიჩქვა. ხო, ჩემთვის მთლად უჩვეულო ფორმა მაინც არ არის. თან დაგიმაგრებ და კონდეს მოთქმა, საერთოდ არ მინდა. უბრალოდ აქ შუქები არ ჩავაქროთ და მე გვასწავლონ როგორ და როგორ უნდა გამოვართოთ. ესე შემოვიჭერით და მოკლედ ყველაფერს ვიღებ, რაც მე დამჭირდება იმას დავტოვებ, რასაც არა. ხო, ჩართული ვარ. ჩემი 1 2 3 ჩართულია კი. ჩემმა კოლეგამ დააწუყა მეგობარმა, ჟურნალისტმა, ამავდროულად ტელეწამყვანმა ელისო ჯარიაშვილმა უკვე დაასრულა მუშაობა და პრინციპში ნახეთ პირდაპირ ეთერის ამსახველი კადრები და ელისო მე უკვე უთხარი მაყურებელს, რომ რაღაცნაირად ესე ჩვენ არ ქონია კონტაქტი და მაშინ როცა შენ კითხულობდი ტყვეობიდან გამოგზავნილ ჩემს წერილს, იქ თქვი რომ ასე პირდაპირ კვეთა არასდროს არ ქონიაო და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ჩემივე დაწერილის შენს მიერ წაკითხulis მოსმენა საკანში და რაღაცნაირად გავუსვი ხაზი რომ ჩემი რესპონდენტები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არხზე, რომელსაც საკუთარი სახელი დავარქვი ნიკუშა, აი გულწრფელობის განსაკუთრებული ხარისხით შევარჩიე და გემადლიერები და ასე ვიწყებ ხოლმე. მიყვარხარ, მადლობა და ბოდიში. აი ამ სამი სიტყვით ჩემს არხზე ეპიზოდებს. ბოდიში მე მეკუთვნის მხოლოდ იმიტომ რომ სულ მაქვს განცდა რომ სათანადო ყურადღება ყველას ვერ მივაქციეთ და ვერ ვაქციეთ. ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ და მე მოვუყვებ მაყურებელს, შენ ასე ფიქრობ და მე სხვანაირად ვუყურებ, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც აი არ ვიცი, აი ამ ქაოსში, მაშინ როცა კრიტიკული მედია ძალიან ბევრს აკეთებს, შენი ჩათვლით, იმიტომ რომ უამრავი კოლეგაა და რამდენიმე წუთის წინ ვეუბნებოდი მაყურებელსაც, რომ აი ახლა ხედავთ, მეთქი ძალიან ცოტა ადამიანია და პრაქტიკულად ერთი ასრულებს 5, 6, არ ვიცი, 7 ადამიანის ფუნქციას
ხმას და მით უმეტეს რა პირობებში, როცა რეჟიმის მხრიდან წნეხი არის უდიდესი. ეს მხოლოდ გვაძლიერებს. რა თქმა უნდა და ამ დეტალებს აუცილებლად შევეხებით და თან შეგვიძლია გადავინაცვლოთ პრინციპში. ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი გადაცემა გადის ეთერში, სხვადასხვა კუთხიდან და რო წვიმდა აქ იყო. ხანდახან წვიმს ხოლმეც ესეც ელისო ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად და მე ვუთხარი მაყურებელს რომ ჩემი არხის აღწერაშიც რაღაც ასეთი ფრაზებია და უცებ რაღაცნაირი კავშირი ვიპოვე რომ ანუ მეც ნამდვილ ამბებზე ვყვები ნამდვილ ადამიანებზე და ამ შემთხვევაში მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ის ადამიანები რომლებიც ნაკლებად გვიცნობენ ან მე ან შენ რაღაცნაირად აი ნდობის ხარისხის გათვალისწინებით იცოდნენ რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდები ყოველ სიტყვას, ყოველ ამბავს, ყოველ თემას და ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ და პრინციპში აქვე მადლობა იმისთვის რომ რაღაცნაირად აი ესეთი რთული სამუშაო დღის კი არა ზოგადად ყოველდღიურობის მიუხედავად დამთანხმდი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ 20 წელია ჟურნალისტი ვარ და ძალიან იშვიათად ყოფილვარ ისეთ თავისუფალ ფორმატებში, ან სადაც შემიძლია ბოლომდე გავიხსნა და ვიყო ნამდვილი. ხო, და თან არ ვიშლის ანუ ნამდვილი ისედაც ვარ, მაგრამ აი ნამდვილად ნამდვილი. ანუ მე სხვათა შორის პირველად როცა მოვედი. იჯაკი რომ შევიხსნა ისე ნამდვილი. იმიტომ რომ პირველად რომ მოვედი ტყვეობიდან თქვენთან აქ სტუდიაში როგორც სტუმარი, როგორც ეს რეჟიმის თქვენ რაღაცნაირი სტატუსია. მაშინ თქვი რომ რაღაცნაირად დავარღვევი მეთქი ბოდიში თქო თამარ ბაღაშვილთან ვიყავი სტუმრად და დავარღვევი მეთქი ამ ჩარჩო ფორმატს თქო და რაღაცნაირად ეს ხო იცი ჩაეხუტე რაღაც გამოხატე დამოკიდებულება და იცი რა არის პირველი ძალიან ბუნებრივი კითხვა მაქვს იმის გათვალისწინებით როგორ რეალობაშიც ვართ. რთულია დღეს იყო ჟურნალისტი? რთულია, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებ და ისევ იგივე ავირჩევ. სირთულეში ცუდი არაფერი არ არის. სირთულე ნიშნავს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანთან გაქვს შეხება და ადამიანები, ვინც ახლა აკეთებენ არჩევანს, ამ პროფესიაში მოვიდნენ თუ ამ პროფესიიდან წავიდნენ, ორივე კატეგორიისთვის ერთი რამე მაქვს სათქმელი, რომ გინდა არ გინდა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ეჭიდები და გაქვს განცდა, რომ რაღაც გარდამტეხში შეგაქვს შენი წვლილი და მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სხვანაირად ცხოვრება ეს შეგეძლოს და არ გააკეთო. ანუ შეგეძლოს შენი ერთი სიტყვით, ერთი ინტერვიუთ, ერთი გადაცემით, ერთი სადღაც მისვლით, ფოტოს გადაღებით, ვიდეო კადრების გადაღებით, აუდიოს ჩაწერით. უკეთესობისაკენ ცვლილებას შეუწყო ხელი, ეს შეგეძლოს და ეს არ ქნა. მე მაგალითად ასეთ ცუდუნებას ვერ გავუძლებ. და მithumetas ასეთ რეალობაში, იცი, აი ვიდრე ხარ შემოვდიოდი იცი ძალიან კარგად რომ ეს გაწერილი კითხვები არ მაქვს, რა თქმა უნდა, არც თემები, იმიტომ რომ აი ამ ბულწრფელობის ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ხო იცი, ბევრი ემოცია მქონდა იქ ევროპის დროშა, იქ საქართველოს დროშა, უკრაინის დროშა, იქ მზია ამაღლობლისის პოსტერი, რა თქმა უნდა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, გოგოებს, ბიჭებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს და ბევრჯერ ხო ელისო განსაკუთრებულად გამოხატავს აი ამ დამოკიდებულებას ფოტოებით, პოსტებით და ამაზე ოდნავ მოგვიანებით და ვფიქრობდი რომ რაღაცა აი ხო იცი მონატრება ერთდროულად ტელევიზიის თან აი სრულიად სხვა ამპლუაში მიუხედავად იმისა რომ რაღაც აი გადაცემიდან გადაცემაში რაღაც ასეთი ხიდი გამოვიდა დღეს აი ვფიქრობდი რომ რა შეიძლება თქო იყოს ადამიანისთვის დამაბრკოლებელი მაშინ როცა მე ვამბობ რომ აი შენთვისაც აი ხა ხო ამბობ რომ სირთულე არ უნდა იყოს პრობლემა და მეც ასე ვუყურებ მაგრამ დღეს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ალბათ აი არ ვიცი თამამს ვერ ვუწოდებ მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ისეთი ხო შეუპოვარი როცა არის ადამიანის სხვა რაკურსით უყურებს მის წინ განვითარებულ მოვლენებს და რაღაც მხრივ მე მგონია რომ ჟურნალისტთან ერთად ხარ ჯარისკაციც იმიტომ რომ მე არ მინდა უყურადღებოდ დავტოვო საგამოძიებო ნაწილიც ჟურნალისტური გამოძიების ამბავს გულისხმობ რა თქმა უნდა იმიტომ სულ მერიდება ხოლმე რაღაც გამოძიებას რომ არქმევენ ჩემს პროდუქტს თუმცა ყველა ასე მოიხსენიებს იცი რა ჩემი თავარი სიყვარული არის სიღრმისეულად საქმის კეთება. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ აი თავს ვიწონებ ამით, მაგრამ აი ეს არის ჩემი ბედის წერა, ზედაპირულად ვერაფერს ვერ ვეკიდები და ამან განაპირობა ეს ფორმატი, ჟანრი, ეს ხელწერა. უბრალოდ სხვანაირად ვერ ვცხოვრობ, რასაც ვაკეთებ, მინდა რომ იყოს ბოლომდე. და ეს არის ხო, თორე არ მაქვს პრეტენზია რომ რაღაცა საგამოძიებოს ვაკეთებ, უბრალოდ რაღაცნაირად ასე გამოვიდა რომ
ვემსახურები მხილებას, რეჟიმის მხილებას. აი, ჩემთვის ყველაზე კომფორტული ეს ფორმულირებაა. და მე ერთი პერიოდი, როდესაც ფორმულა ჩანასახში არსებობდა და ფორმულა კრეატივთან კონტრაქტი დავდე სიტყვიერი, მაშინ უთხარი ბიჭებს ფორმულა კრეატივის დამფუძნებლებს, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის თავარი საფრთხე, მე ვიქნები აქ და მე ვიქნები ამ პროფესიაში. და შემდეგი კითხვა რომელთან დაკავშირებით ორი სიტყვა წამომწდა სიფრთხილეს შიში, ან შენ შემთხვევაში უბრალოდ აზრი არ აქვს რომ ვიკითხო, ხო, იმიტომ რომ ეს უკვე პრინციპია. იცი რისი მეშინია? რისი? კალიების. ივანიშვილის არა. საინტერესო, ხო, მე აი კალიის ნამდვილად მეშინია. ანუ კალიები არ დაგვანახოთ და დანარჩენს ელისო თავად გააკეთებს. კალია და მიწისძვრა, აი ეს ჩემი ორი ტოპ შიშია ძალიან ხელშესახები და სხვა მხრივ, ну, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების დაკრიბვა. ხო, იცი რა არის? აი ხელ ვფიქრობ, რა შეიძლება და ბევრი დავკარგეთ, ნიკა. კი. ბევრი დავკარგეთ, ანუ აქ ფიზიკურ დაკარგვაზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ ხელიდან გამოგვეცალნენ მეგობრები, ახლობლები, ადამიანები, ვისთან ერთადაც ცხოვრება გვიხარო და იცი რა არ მინდა გაიგო რომ მართლა ბევრია, მე ვამბობ ზოგადად ამ ბრძოლაში ყოფნისას ბევრი გამოგვეცალა, მაგრამ მე გამიმართლა რომ ოჯახშიც, სამეგობროშიც აბსოლუტური სიზუსტით აღიქვამენ ესმით და მხარს უჭერენ ჩემს აი ამ პროფესიაში და ბრძოლაში ყოფნას. რო ვიყო ახლა მეც დამისვამს ეს კითხვა ტყვეობის დროსაც, მე როცა დავაღწიე აი ამ რეჟიმის კვანჭებს თავი, სახლშიც ვამბობდი რომ ვერ წარმომიდგენია მივიდე და უცებ ჩემ ძმამ რომ მითხრას რომ აი რუსეთი ჩვენი მეგობარია და აი ხო იცი 20%, ანუ სულ მიკვირს როგორ უნდა შეახსენო ასეთი რამ, იმიტომ რომ ეს არ არის საქართველოს მხოლოდ უახლესი ისტორიის ნაწილი, ჩვენ ვიცით ისტორიულად თუ რა გააკეთა ამ ქვეყანამ, რა დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს მისადმი, რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა ჩემი მეგობარი ამსტერდამიდან და აი სადღაც მაღაზიაში კონსულტანტმა გაიგო ერთი რუსული სიტყვა და ნუ აი აიშალაო ჩვეულებრივად, აი მოინგრა ადამიანიო, აი კიო და წიო და ერთი ამბავი ატეხა მოკლედ და სულ ამბობ რომ დღეს ქვეყანაში როცა ამდენი დევნილი ყავს საკუთარ ქვეყანაში 20% გულისხმობ რა თქმა უნდა და იმ აგრესიას რომლის მსხვერპლიც ყველა ოჯახში არის მინიმუმ ერთი ადამიანი, არ ვიცი რამე თუ არის ასახსნელი და კი მაგნაწილში მოყვები. ელისო სირთულეები რომელიც იცი რა მე მაინც უფრო ბოლო პერიოდზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ მაშინ როცა გვისაუბრია რა თქმა უნდა იმ ღილაკის გარეშე რომელიც იწერს ახლა ჩვენ საუბარს, ხშირად გვითქვამს რომ ალბათ სხვა დროს ყოფილა ბევრი სირთულე, თუმცა ამ გადასახედიდან თურმე ასე რთულად არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს მარწუხები მე მგონი აი ბოლომდე მოგვიჭერეს და ყველაზე რთული, აი თუნდაც ბოლო პერიოდიდან, შენი კარიერიდან, შენი საქმიანობიდან, აი რთულად გადასალახი ბარიერი რა გახსენდება? ну ის საკითხი გავიარეთ რომ ჩვენზე წნეხი, ზეწოლა, დაშინება არ მოქმედებს. ქონდა ბოლო წლების განმავლობაში ერთი ეპიზოდი, ну უახლოეს წარსულს გულისხმობ 2-3 წლის წინ, როდესაც ჩემს არასრულწლოვან შვილს შეეხო რეჟიმი ძალიან უსამართლოდ, ძალიან მტკივნეულად და მაშინ ეს მოხდა ჩემ გამო. მე მსჯიდნენ და ჩემს დასასჯელად გამოიყენეს ჩემი არასრულწლოვანი შვილი. და მე ძალიან მოწყვლადი ვიყავი მაშინ, მაგრამ ვიბრძოლე. აი ეს ემოცია მაინტერესებს ზუსტად. ახლა რასაც საუბრობ გასაგებია, მაგრამ მაშინ როცა პირველად დაფიქსირდა ფაქტი, იმიტომ რომ ალბათ გეცოდინება და დარწმუნებული ვარ რომ იცი, ნანკა კალატოზის შვილსაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა ურეკავდნენ უშუალოდ მის შვილს. ანუ აი ეს ზეწოლა და ეს აგრესია და ეს ბოროტება, ანუ გადაიტანეს პირდაპირ არასრულწლოვან ადამიანზე. აი მაშინ ოჯახში, სახლში, მეგობრებთან, აი არ ვიცი, პირველი რა იყო რაც თქვი, ან პირველი რა ემოცია იყო, რამაც დაგიპყრო. ყველა მახსოვს, ვინც მხარი დამიჭირა და ყველა მახსოვს, ვინც ზურგი მაგცია. ყველა. იყვნენ მათ შორის მე არ ვარ კოლეგები. ბოროტი ადამიანი, ეს ჩემი სისუსტეა სხვათა შორის, იმიტომ რომ დამსახურებული სამაგიერო ალბათ ეკუთვნით ადამიანებს, ვინც ხელს აწერს სისასტიკეს, მაგრამ მე არ ვარ ბოროტი, მე არ გამაბოროტა არც ერთმა ეტაპმა. უბრალოდ დაიმახსოვრე ფაქტი. მაგრამ ფაქტად მახსოვს უბრალოდ იმისთვის, რომ რავალდებული ვარ ცხოვრებაში გავაგრძელო მეგობრობა ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც
ვერ გაბედეს ხმა მოიღოთ, როდესაც ჩემი შვილი დაჩაგრა სისტემამ. უსამართლოდ. და ეს ძალიან მძიმე ამბავია და აი ზედაპირულად არასდროს არ ვეკიდები განსაკუთრებით როცა მიუხედავად იმისა, რომ მე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, ფორმულას წამყვანი ვიყავი და მედია მხარდაჭერა ამაში მქონდა, მე მაქსიმალურად დაბალი ცნობადობით ვიაქტიური ამ თემაში. მხოლოდ მაშინ გავასაჯაროვე ამბავი მედია საშუალებებით, რომ ისე ყველა მიცოდა, იმიტომ რომ უბრალოდ სისტემასთან ვიბრძოდი, რომ რეაგირება მოეხდინათ. ანუ დანაშაული იყო სახეზე და აი ასე დემონსტრაციულად, თავხედურად მეუბნებოდნენ, რომ შენ შვილს არ დავიცავთ. და მე წავედი სასამართლოში და იმდენად მყარი მტკიცებულებები მქონდა, ანუ მე ჩემი თავისგან გამიკვირდა, რომ ყველაფერი მქონდა დოკუმენტირებული, ანუ კი ეს ეხებოდა ძალიან მტკივნეულ თემას, მაგრამ არ ვიცი, ეთყობა ჟურნალისტური უნარები არ ბლაგდება არასდროს, აი ყველა მიმოწერა, ყველა გამომძიებელთან, ეკიპაჟთან, ანუ ყველაფერი მქონდა უკვე მზას არჩელის სახით შეგროვებული და ძალიან დიდი მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ორგანიზაციას. მე ამ ადამიანების მხარდაჭერა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ჩვენ ეს პროცესი მოვიგეთ და პირველი პრეცედენტი შევქმენით, როდესაც არასრულწლოვნის მიმართ კიბერ დანაშაულთან ჰქონდა საქმე ხელისუფლების მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან და შემაკავებელი ორდერი გამოვაწერდნენ. მე მაქვს ეჭვი, რატომ ასე იმოქმედა ასე სასამართლომ, ძალიან ბევრი მყარი მტკიცებულებაა, მაგრამ სამართალს ვერ პოულობს ხალხი, უბრალოდ მე წინასწარ მქონდა განზრახული, რომ ეს საქმე წამეღო საერთაშორისო სასამართლოში, რომელსაც ძალიან სწრაფი რეაგირება აქვს არასრულწლოვნების შემთხვევაში და უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი მინიმუმ ბრალეული იქნებოდა და გონია რომ უბრალოდ ქვეყნის შიგნით მოვლის, მაგრამ პრეცედენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრეცედენტისთვისაც კარგია და აქვე მინდა უთხრა YouTube-ის მაყურებელს, რომელიც აი ესეთ არაფორმალურ ფორმატში აკვირდება აი ასეთ დეტალებს და არც ერთ ადამიანს თუ კი ვინმეს ქონიათ ასეთ შემთხვევა, უბრალოდ გირჩევთ რომ არასდროს არ დახუჭოთ თვალი, არასდროს არ შეიყაროთ საკუთარ თვალებში ნაცარი და იცოდეთ რომ სადღაც სამართალს აუცილებლად იპოვით, იმიტომ რომ თუ გადავერთვებით იმაზე რომ აი რაღაც შეიძლება ისე არ იყოს როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ აი ეს ფრაზაც ახლა პირველი რაც გამახსენდა, აი უსამართლო, სასამართლო და რაღაცნაირად აი ამ სამართლის ძიებაში რამდენი ვინმე დავზარავდით, ხო? აი წარმოიდგინე უბრალოდ ახლა ნელ-ნელა მიტივტივდება კვლავ ეს ამბავი და ელისო ჯარიაშვილი ლეში ჭამია, პედოფილი, ანუ მე მგონი სიტყვების მნიშვნელობაც არ იცოდნენ ამ ადამიანებმა, ოღონდ მე ვაიგივებ აბსოლუტურად ტოლობის ნიშანია ამაცა და კოცებს შორის, ანუ აი ესეთი დაბალი დონის ტერთან გვაქვს საქმე. და იმიტომ რომ უბრალოდ სიმართლეს ამსახურებენ. ისეთი სიტყვების კასკადი, რომლის მნიშვნელობაც ეთყობა არ ესმოდა, იმიტომ რომ აი რა ვიცი, რა ლეში ვჭამე, რა პედოფილი, ანუ წარმოუდგენელ სითავხედესთან, სიბინძურესთან გაიძულებენ რომ კონდეს შეხება, იმიტომ რომ ისინი არიან ასეთები და ეს ასეთ დროს მოდის იმედგაცრუება, აი თუნდაც ახსენე რომ აი ბევრი დანაკარგია და რაღაცნაირად აღარ იღებ ვალდებულებას რომ იგივე აი კოლეგებთან დაკავშირებითაც მაინტერესებს ამას და მოგვიანებით კითხო, მაგრამ აი ჩვენ ვართ ისევ ასეთ დროს, აი მორალური ზღვარი ისევ ჩვენ უნდა დავიცვათ, დავაკონტროლოთ. აი როგორც ადამიანს მოქალაქეს გეკითხები, როგორც ქალს. ზოგადად იმედგაცრუება იცი როგორი რაღაც არის, ჯერთ ეს იმედი უნდა გქონდეს. და ბოლო პერიოდში შენ შემოგიტრიალებ კითხვას, როდის გქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა სასიამოვნოდ გაგაკვირვა და არა უსიამოვნოდ. იცი რა, მანდ მე ძალიან მომგები ამ პოზიციაში ვარ, იმიტომ რომ აი ამ დანაკარგთან ერთად. იმიტომ რომ დაგხვდა შეყვარებული, შენზე შეყვარებული ხალხის არმია. მეც ახლა თავდაბალი ვიქნებ, მაგრამ რამდენადაც თქვენ მეუბნებით რომ ასე შემიყვარეთ დისტანციურად, იგივენაირად დისტანციურად შემიყვარდით, მეც იმიტომ რომ აი ციხიდან ყველა შენი სიტყვა დარბაზში, ყველა შენი წერილი, ყველა გამოხმაურება, მე რო გამოხვედი, აი რაღაცნაირად დაგსდევდით, აი ეს შენ მირბოდი დროშით და ჩვენ გამოგე კიდეთ და იქ ინტერვიუს რო აძლევდი, მე მახსენე, გახსოვს ეს, რომ აი სანამ ელისო ჯარიაშვილი იბრძვის და ანუ მე როგორც რაღაცა შენი იყავი ჩვენი კრაში, ანუ ყველა ჩვენი ვინც ეხა ძალიან ისეთი ჟარგონულ ენაზე ვამბობ, იმისთვის რა ქვია, ჯენზებისთვის, მაგრამ აი კარგი გაგებით, ყველა ჩვენი კრაშია, ვინც ახლა სინდისის პატიმარია. ქალი, კაცი, ანუ ჩვენი
რა ვიცი, მაგალითი მე ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა ამბავია, რამხელა ისტორია იწერება, რომ არავინ არ გატყდით. ანუ უბრალოდ ხანდახან გაჩერდით და დაფიქრდით, ეს რამხელა რაღაც არის, რომ ასეულობით ადამიანი უბრალოდ წაართვეს ცხოვრება, უსამართლოდ დაჩაგრეს, ესენი ვერ დაიჩაგრებიან ვერასოდეს, ისეთი ღირსების ხალხია. არ გატყდა, ანუ ხო, მაგრამ ნახე, ეს არის გამარჯვება უკვე. რუსთაველზე ვიდექით ერთ-ერთი მარშის ანაქციის დროს, მაშინაც ვთქვი, რომ იგივენაირად ვუყურებთ ჩვენც და ვუყურებდით იქიდან, იმიტომ რომ იცი რომ ბოლო პერიოდში 2 თვე რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად ვიყავი საკანში და იმაში როცა მაგალითად მე და ახობაძე ან მე და თორნიკე ყოშაძე ვლაპარაკობდით, ვამბობდით რომ იგივე დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს, იმიტომ რომ მაშინ როცა გაქვს ფინანსური წნეხი, პირდაპირ ეთერის დროს სტუდიაში ჩამოგდის წყალი და შენ მაინც ლაპარაკობს სიმართლეს და მე ვთქვი რომ მეც მომეცით უფლება მეთქი რომ მოგემადლიეროთ, იმიტომ რომ აი ლაშა რომელიც იღებს ამ პოდკასტს და სულ მადლობა ჩემს მას. ლაშამ თქვა ერთხელ ასეთი რამ, ანუ ციხეში რომ მოვიდა ხმა, რომ ტელევიზიაო ჩვენი ოჯახიაო და როგორო აი ამ ჩვენი ოჯახის წევრებს არ უნდა დავუდგეთო გვერდშიო და რა მინდა ვთქვა, აი ამ ოჯახში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც აი ერთ ჩვენი ერთ დღეს სულ სხვას რომ ჭიკჭიკებდნენ, უცებ აი შემოbrunდნენ და აი არ ვიცი დიდების გამო თუ ხელფასის გამო თუ რის გამო და აი ამას როგორც აი როგორ ვთქვა მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს ადამიანები მოიხსენიო როგორც კოლეგები, იმიტომ რომ ემსახურო არასდროს კოლეგებს აღარ ვუძახი. მე ის რა ვატყობდი ბოლო პერიოდში მე მგონი გაქრა ეს ტენდენცია რომ თითქოს ენას უჩლებდნენ ზოგიერთები აი იმ ვაი კოლეგებს და ძალიან არ მომწონდა. მე არ ვარ შეპყრობილი მაგ კომპლექსით, რომ თუ რეჟიმის და ანუ ბოროტების მსახურს კოლეგა არ უთხარი, ცუდი ადამიანი ვარ, არა. და კი გეტყვი, რომ არავიზე გული არ მწყდება. არავინ დანაკარგად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავლის განადგურებას რომ ხელს უწყობენ და ამას ემსახურებიან. ჩვენი ევროპული გზის ჩახერგვით რომ არიან დაკავებულები დღე-დაღამ და თვითონ ევროპაში თავის შვილებსაც ასწავლიან საშოპინგო და დასასვენებლადაც დადიან. მე ის ადამიანი როგორ შეიძლება დამენანოს, რომ მე დავკარგე, არავინ მე არ დამიკარგავს. იმათ დაკარგეს სახე, თავი, შუბლის ძარღვი თუ საერთოდ ჰქონდათ და უბრალოდ შემიძლია შემეცოდოს ეს კატეგორია და დაუპირდე, რომ არასდროს არ დავუვიწყებს, რომელ მხარეს იყვნენ. მე ფიცი მაქვს დადებული. ერთ-ერთი თავი კითხვა, ეს ფიციც საინტერესოა, რომ აი ეს სულ ისმის კითხვა, რომ და ამის შემდეგ როგორ უნდა გავაგრძელოთ და როგორ უნდა გავაგრძელოთ. აი ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია მომავალ საქართველოში. ასეთ გამარჯობა და მორჩა. ასეთ ადამიანებმა მოიხადონ ბოდიში, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება და ასეთმა ადამიანებმა მე ვისურვებდი ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, რომ ძალიან მალე საკუთარი თავი ლუსტრაციის კანონით აღმოაჩინონ ისტორიის იმ მხარეს, რომელზე ყოფნაც გადაწყვეტეს. აი მაგალითად ვინც დაწერა პირველი ის ფრაზა, ლეში ჭამია, ელისო, აი რა ფრაზა, საიდან მოიტანეთ, აი მართლა მე მომიყევით ისე და მირეკეთ და ან მოგზავნით ამის. ყველაზე მეტი რაც ჩემთვის მოუწერიათ სალანძღავი სიტყვა არის ის, რომ ქალის არ ამსგავსო და მე დღეს მომაძახეს. რა ვიცი, ანუ არ ვიცი, სამი ჯადოსნური სიტყვით ასობგერის განով შედგება ის სიტყვა, ოღონდ რა თქმა უნდა სტენდაპს რაღაცა, რაღაცა შეიძლება რა ვიცი, ნაცი დაუბრალებიათ ასე შემდეგ, მაგრამ არა ქალი რატო? შეხედეთ. ანუ არ შემომხედოთ, მაგრამ თუ არ მოგწონვართ, ნუ მიხუროთ, რა ვიცი, აი, არა ქალი ნამდვილად არ ვარ. ელისო, ჩემი ერთ-ერთი ქალის არ ამსგავსი დიდი ბოდიში სიზუსტე მიყვარს. მართლა მეცოდებით, აი ასეთ რაღაცას ვინც იგონებთ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც აი კოლეგებს როცა ჩავწერ ხოლმე, სულ მინდა რომ წამოვწიო წინა პლანზე და რა არის ის, რაც მინდა რომ ვაჩვენო მაყურებელს, არის ის, რომ აი რაღაცნაირად აი ჟურნალისტს არ პატიობენ, აი ხო იცით, თმა არ ქონდა კარგად ამ დროს ყვები ამბავზე, რომელიც აი არ ვიცი, შეიძლება ატრიალებს იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ და აი მთავარ ამბავთან რომ მიყავს მაყურებელი და ამ დროს იმან შეიძლება მთავარი ამბის მიღმა, რაღაც ხო იცი, გონიათ რომ მართლა რკინის ადამიანები ვართ, გონიათ რომ რაღაცნაირად ხვდები იქ ოჯახი, არ ვიცი რა გონიათ, მაგრამ რაღაცა ესეთ დამოკიდებულება, რომ თითქოს როგორც რობოტებს ისე გვიყურებენ და აი სახლიდან სტუდიამდე. აი რა გზას გადის ჟურნალისტი ესე რამდენიმე სიტყვით, რომ იცოდეს მაყურებელმა, რომ რეალურად ჩვენ ცხოვრობს უნდათ რაღაცას ვაკეთებთ, ფიქრობთ, ნერვიულობთ, განვიცდით. ხანდახან მგონია, რომ ორი ცხოვრებით ვცხოვრობ და
ახლა ყველაზე რთული პერიოდი როცა იყო, გავაჩინე მეორე შვილი, ანუ ჩემი შვილი 2 წლის ხდება. და აქვე მინდა ვუთხრა სინდისის პატიმრებს, რომ ძალიან გვიან მოვნათლე ბავშვი, იმიტომ რომ ვერ ვაძლევდი თავს უფლებას, რომ თუნდაც შვილის ნათლობის აღნიშნა, დამეშვა, აი ძალიან ვიწრო წრეში ოჯახში. არც აღვინიშნავს უბრალოდ, მე მოვნათლეთ რა. ანუ ამის უფლებასაც არ ვაძლევდი თავს და აი როგორ გითხრათ, ასე პირისპირ საუბარში ბევრისთვის მithქვამს, ვიდრე თქვენ ციხეში ხართ, ჩვენთვისაც ციხეა გარეთ ყოფნა. და აი ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, სხვანაირით ვეღარ, მაგრამ ის მეორე ელისო მაინც არსებობს, რომელსაც ყავს 2 შვილი, მარი, ოჯახი, სადაც ვრეცხავს არეცხს, ამზადებს ადილს, ვალაგებს სახლს და ოღონდ არ უჩივიან და სულ, ანუ ის პირველი რამდენიმე წამი ვარ აბსოლუტურად ბედნიერი, ვიდრე გავაცნობიერებ რამდენი ადამიანი უსამართლოდ და უკანონოდ ზის ციხეში. აი ეს პირველი რამდენიმე წამი დილის არის რა ვიცი, აი ყველაზე ბედნიერი, როცა არ მახსოვს რა მძიმე რეალობაში ვცხოვრობ. ხშირად გითქვამს, რომ გაქვს განცდა, რომ რაღაცას არაკეთებს საკმარისს და ეს არის ის, რაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს გვაწუხებს, რომ აი რაღაც საკმარისი ვერ გავაკეთე. დღეს შემეძლო, აი სულ გვაქვს ეს განცდა და დანაშაულის გრძნობა ალბათ. ხო, აი რა ვიცი, ორ სულს მიმყავდა აქციებიდან ეთერი, სანამ აი მახსოვს გიორგი თარგამაძემ დამირეკა რამდენიმე ჩვენგან, რომ წამოდი იქიდან, წამოდი, თორე ჩვენ წამოგიყვანთ, იმიტომ რომ ანუ ხო, თუ ბოლომდე არ დავიხარჯე, არ მგონია საქმე გაკეთებ. ანუ მე სინდისის ქენჯნა ტანჯავს, რომ დანაშაულებრივი უმოქმედობით ვარ დაკავებული. ანუ 9 თვემდე ეთერში ვიყავი, მე დეკრეტი, რა ვიცი, თვე ნახევარიც არ გაგრძელებულა და ძალიან პატარა იყო მათე რომ გამოვედი სამსახურში და ეს სულ არ მგონია რომ რაღაცა ის არის, აი გმირობა. საერთოდ ანუ მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩემი შვილების გამო ვმუშაობ. და მე არ მესმის როცა ამბობენ რომ მომავალი თაობა. ჩვენ რა არ დავიმსახურეთ კარგი ცხოვრება, არ დავიმსახურეთ ევროპულ საქართველოში ყოფნა, რა ვიცი. რა არ გვაქვს გადატანილი. ყველაფერმა გადაიარა ჩვენს მხრებზე, ჩვენი მშობლების მხრებზეც. მე ამის წინააღმდეგიც ვარ, რომ ჩვენზე უფროსი თაობა ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ თქვენ მაინც მოესწარით. არა, მე დედა-ჩემთან ერთად მინდა რომ გავიხარო ამ ქვეყანაში და ჩემ შვილებთან, ჩემ ქმართან ერთად, ანუ ყველამ ერთად ვერ ვიქნები ბედნიერი, ვიდრე შენ ხარ უბედური, არ გამოვა ასე. მნიშვნელოვანი რამ რაც სულ მინდა ვთქვა და სულ მოვიწყდება არის ის, რომ აი დედას როცა ვაკვირდებოდი მაგალითად საქმიდან. დედა შენი როგორ მიყვარს დედა შენი? შემდეგი კითხვა მშობლებზეა და მანამდე ვიტყვი რომ აი რომ ნახე თვალცრემლი, ან პირდაპირ გაჩნდა ეს, აი რა თემასაც ახლა შეეხე, რომ ანუ ადამიანები პროფესიის კი არა, ცხოვრებისეული თუ არ ვიცი, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული სირთულეების მიღმა, კიდე რაღაც აი პირად ცხოვრებაში ბარიერებია უამრავი, რომელიც უნდა გადალახო, უნდა განვითარდე, უნდა შედგე, იქ კარიერაზე ამბობ, დედაჩემ შემთხვევაში და სხვათა შორის პოდკასტში ამაზე ვესაუბრე, რომ აი რაღაცნაირად შვილებს დაუთმე მეთქი მთელი ცხოვრება და გეთანხმები. ანუ ის კი არა რომ მომავალმა თაობამ, არა ბებიებმაც, ბაბუებმაც, დედებმაც, მამებმა, ჩვენმა მშობლებმა, მეგობრებმა, დებმა, ყველამ უნდა ვიცხოვროთ იმ საქართველოში, რომელიც მართლა დავიმსახურეთ და ფაქტობრივადაც და ისტორიულადაც უბრალოდ გვეკუთვნის სიმშვიდე. გვეკუთვნის ის ბედნიერი რეალობა, რომელიც აი ყველას აი ესე მოედება და რაღაცნაირად გავრცელდება ყველა ადამიანისთვის. ყველას ყველაფერი შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ ვაპატიებ არასდროს, რომ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები მოგუპარა. ამ ეტაპზე 14 და იმედია ეს მე 14 იქნება ბოლო. აი ამის დავიწყება შეუძლებელია. 14 არ მოგეხსენებინა უკვე, იმიტომ რომ 14 გრამი იყო ჩემთან და საზამართლოშიც ვამბობდი, რომ შებრუნებული 41-ია თქო და აი მართლა ბარში მქონდა შემთხვევა და მოვყვები ამას აუცილებლად, მე რიგსაც ამოვჭრი და ბევრჯერ გავაზიარებ. რაღაც მოკლედ კლუბში თუ ბარში თუ სადღაც ეს ჩეკი რომ მოდის და 41 და ან დააკელით ან მოუმატეთ ეგრევე. პირველი რეაქცია მქონდა ეს და ხო, აი ესე დაგვამახსოვრეს თავი და არც მე არ ვაპატიებ. 14 წელს კი არა, 14 წამი არ არის საპატიებელი, იმიტომ რომ უდანაშაულ ადამიანებს აი მართლა ყველა ფორმით, ყველა მხრიდან აი პრესამენ და ვართ სრულიად წნეხში. და აი ამ განცდამ, ამ უსამართლობის, ამ სისასტიკის, ამ ბრაზის ერთობლიობამ დამაძახებინა კობახიძისთვის რუსო.
შეხო მიცნობ, ანუ ამდენი მართლა ვბერდები ამ სფეროში და ეს სტილი არ არის და არც ესთეტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო დედაჩემიც რა მითხრა? საერთოდ არ მომწონს ასეთი რო ვარო და აი ეს რო ბობოქროფო და რო ფეთქდებიო, მაიძულებს, გაიძულებს. ეს არის მეორე ელისო რა, რომლის გაღვიძებას არავის აღარ ურჩევ. არ ურჩევ და ნუ გაიძულებდნენ და არასდროს აი ესეთი ზღვარგადასული ეპითეტებით და შეფასებებით შენ არ გამოირჩევდი და ამას ვერავინ ვერ დაგწამებს. მივადექით უშუალოდ შენს დამოკიდებულებას მშობლებთან და მე მახსოვს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ჩემთანაც ნათქვამი გაქვს და აღმოჩნდა რომ დედაჩემთანაც და ანუ იმდენად რაღაცნაირად აი ჩვენი ნაწილი გახდითო, აი მორალურად, სულიერად, ფიზიკურად რომ აი რაღაც მომენტში ესეთი ნუ გაუხარდებათ ახლა კოცებს რო გითხრათ რომ აი ბიძინას ვირჩევთ და შეიძლება ბრმად გამოყვეთო და აი როგორ მოვიდა ილისო ესეთ წარმოდგენა მაქვს რომ აი ასე ეფერები დედას საკუთარ დედასაც ასე ეფერები საკუთარი ოჯახის წევრებსაც ასე გამოხატავს სიყვარულს მათ მიმართ და ეს არ მინდა რომ ყურადღების მიღმა დარჩეს იმიტომ რომ პროფესია სტუდია რაღაცა ძალიან კარგი ადამიანი გამოყავა იცი რა არ გამომყავ ხარ არანაირად რაც არის მერიდება სხვადასხვა საკუთარ თავზე ლაპარაკი აი მე უბრალოდ უშუალოდ მინდა რომ აი რაღაცა პატიმრებზე და დედებზე ვილაპარაკებ ბევრს ხო და ეს მაინტერესებს იყვნენ უცხოები, ადამიანები, რომლებზეც ასე ჩვენს სარგვითქვამს ერთმანეთისთვის გამარჯობა და ჩვენ ერთ დღეს აღმოჩნდა რომ ჩემი ძმიან დედა ბუდიანად თქო მე კი არა ამ შემთხვევაში ჩემზე რომ ამბობ გულისხმობ ყველა რეჟიმის ტყვეს და მათ ოჯახს. აი იცი როგორ არის? ხანდახან მარშზე ახლოს ვერ მივსულან, მაგრამ შორიდან დამინახავს ნანი და მიფიქრია რომ მე რაღაცა მოწყენილი იყო, მე ხათუნასთვის მithქვამს რაღაცა ნანი არ მომეწონა დღეს, მე მარინატერიშვილს კარგად ვერ მოვეფერე, მე მოკლედ რა აი ყველა მიყვარს და კი ნამდვილად ასეა რომ ამ ადამიანებმა ისეთი შვილები გაზარდეს რომ მითხრან აი ახლა ჩვენ თანახმავართ რეჟიმის ყველა წინადადებაზე, მე დავთანხმდები. ჩემთვის ეს ხალხი არის ორიენტირი, საზომი გახდა, რა არის სწორი და რა არის არასწორი. მე სხვა უფლება, მე სხვა ინტერესი, მე სხვა ამოცანა არ მაქვს. ამ ადამიანებს ვედგე გვერდით. და არ ვიცი ხლა არაფერს არ ვაკეთებ, მე რისი კეთება შემიძლია, მეტიც შეიძლება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ თუ კი ვინმეს რამეში დავჭირდები აი სახლის დალაგებაც რომ იყოს შესყდომა ივანიშვილის რეჟიმთან ანიდან ჰოემდე ყველაფრისთვის მზად ვარ იმიტომ რომ ადამიანები უსამართლოდ უკანონოდ არიან ციხეში არ გატყდნენ იცავენ ელისოს, ნიკას, ლაშას, ჩემი შვილების მომავალს, უსაფრთხოებას და მე რას ვაკეთებ არაფერს და მინდა რომ გავაკეთო ყველაფერი, მინდა გავაკეთო უფრო მეტი. როგორ თავმდაბალია ხალხი? არა, ძალიან ბევრს აკეთებ და იცი რა არის. რადგან აი თან ისე აღმოვაჩინე რომ თან გელაპარაკები როგორც მოქალაქეს, თან როგორც ქალს, თან როგორც კოლეგას და ბევრი რამ მოგისმენია. უამრავი რესპონდენტი ყოლია. აი ისეთიც, ასეთიც, ვისაც ეთანხმებოდი, არ ეთანხმებოდი, ეს შეგიმჩნევია თუ არ შეგიმჩნევია თუ პირდაპირ დაგისვამთ კითხვა თუ ირიბად. სადმე რამე გამოვტოვეთ, აი ასე რომ გახანგრძლივდა. ოღონდ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მოგისმენია და სადაც ფრთხილად დაგისვამს კითხვა თუ პირდაპირ. აი ახლა გამოგიტყდები, რომ როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტსაც ძალიან კარგად მესმის რატომ არის ოპოზიცია ასეთი სუსტი და რატომ არ ვართ უფრო ძლიერები ბრძოლაში. მე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი რომ წავიკითხე 2011 წელს იმ მომენტიდანვე ვარ მე ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში. მე არავისტი არასდროს არ ყოფილვარ, ამას ვერავინ ვერ წამომაძახებს. მაგრამ მე ვარ ანტი ბიძინისტი. იმ მომენტში და 14 წელი ახლა ხალხი დაიჭირეს, აშანტაჟეს, ოჯახები აუწიოკეს, ტერორში ყავდათ ფსიქოლოგიურში, იმათთან შედარებით მე ხლა არ ვარ მოსატანი, მაგრამ მეც 14 წელი ბარიკადებზე ვდგავარ. ამაზე ძლიერი როგორ ვიყო? აი რომ შემომიტრიალდეს ვინმე და მითხროს რომ შენ მეც რატომ არ აკეთებ, შენ რატომ არ ხარ უფრო წადი დაამარცხე დღეს ესე რა ქვია ბიძინა ან პროპაგანდას რატომ არ გამოუსვამ ცელს ერთი ხელის მოსმით. როგორ? აი როგორ? და მე კი ვარ სკეპტიკური, კი კრიტიკულ კითხვებს ვსვამ, მაგრამ მესმის იმ ადამიანების, ვინც უწყვეტ ბრძოლაში არიან
ერთი 10 წლეული. ანუ ეს არ არის ცოტა დრო. რა თქმა უნდა. ხალხს წართვეს თავისუფლებაც კი და მე ვის უთხრა რომ აი შენ ამას რატო აკეთებ და იმას რატო არა. ერთადერთი სურვილის სახით შემიძლია გამოვთქვა, რაც ხალხის დაკვეთაც არის, რომ იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ. იქნებ ძალები გაერთიანონ, იმიტომ რომ არაფერი სხვა არ იმუშავა. ის ერთობა ბრმად არ გამოდის. არ მოინდომეს თუ ვერ შეძლეს თუ არ ვიცი, ბევრი რამე ერთობლივად, მაგრამ მაინც მგონია რომ პირველივე შეცდომა, რაც პირველივე წლებში დაუშვა ოპოზიციურმა სპექტრმა, იყო მოწინააღმდეგის შესაძლებლობების არასათანადო შეფასება. მაინც ბოლომდე არ არის მგონი აღქმული რა მონსტრი დგას მოპირდაპირე მხარეს. როგორი ჰიბრიდული მტერი გვებრძვის. იმიტომ რომ აქ არის ფული, აქ არის რუსეთი, აქ არის სრული მოშლა ღირებულებების და მორალის არქონა და იცი რა არის, როგორ უნდა შებრძოლო ამას. ხოთაშორის იცი ბევრმა მითხრა და ყოფილა ეს აი რუსთაველზე ერთხელ ერთმა ძალიან ცნობილმა მსახიობმა მითხრა რომ თუ ვინმეს გონია რომ ეს მარტო კოცური ამბავიაო, სულ სხვა რეალობაში ვართო და თუ ვინმე ხვდება იმასაც რომ ამ ყველაფრის მიღმა დგას აი ამ ხელა, აი არ ვიცი, ყველანაირი უარყოფითი სიტყვა მახსენდება, როცა რუსეთზე ვლაპარაკობ, მარტო ტერორისტი და ოკუპანტი კი არა. შენი თვალთახედვით, აი როგორც ჟურნალისტს გეკითხები ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობ, რატომ დაგვემართა ეს, რომ აი რაღაც ამბებს ადამიანები, ანუ საზოგადოება, მოდი ესე ვიტყვი ვინმეს რომ არ ეწყინოს პერსონალურად, აი არ ვიმჩნევთ. აი თუნდაც მედიამ რომ აკრძალეს, რატო არ ატყდა იმაზე მეტი ხმაური, ვიდრე მე წარმომედგინა რომ ატყდებოდა. იცი რა არის, ჯავშანი აქვთ ადამიანებს მოფიქრებული. ეს კონფორმიზმია, ეს შემგუებლობა, ეს უბრალოდ შიშია. ალბათ ცალკეულ შემთხვევაშია განსახილველი, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ დისტანცირებას და მე ყველაზე ძალიან რისიც მეშინია, როდესაც რეჟიმის პირობებში, დიქტატურის პირობებში შენ იწყებ შეჩვევას და ადაპტაციას, აი სრულდება ყველაფერი და ბევრი შეეჩვია, ხო, ბევრმა რაღაცა ნაბიჯები აუწყო, ბევრმა იპოვა ეს ინსტინქტია, თითქოს თავდაცვის მიზნით. ხო, თავდაცვის, რომ შენ თავს მეტი არ მოსთხოვო, თამას არ აწიო და არ დაგჭირდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. პირიქით მე შენ გეტყვი, რომ გეხვეწები ცოტა დაუწიე ტემპერატურას, რა შენთვის ჯობია და სინამდვილეში ეს ჩემთვის ჯობია მაგ დროს, რომ ჩემი სიჩუმე ძალიან ხმამაღალი არ იყოს. აი ეს დაემართათ ადამიანებს. და მე თანავუგრძნობ მათ და მე ვუსურვებ რომ ძალები იპოვონ საკუთარ თავში. არაფერი საშიში არ არის. იმასე მეტად რისი შეიძლება გეშინოდეს რომ თავისუფლებას კარგავ. და მოვიდნენ გველაპარაკონ მე სულ ვამბობ რომ აი იმ ადამიანებს ვისაც გვაქვს მხოლოდ ოპტიმიზმი კი არა რეალურად აი ეს ჟინი შეუპოვრობაც და მე სულ ვამბობ რომ ერთხელ ვთქვი რომ რაღაც ხო ეს გმირია და ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვთვლი რომ რაიმე გმირული ჩავიდინე და ერთ-ერთ პროცესში ისიც ვთქვი რომ არ დაუბადებულა ვარ იმისთვის რომ ვიყო გმირი, იმიტომ რომ როცა ანწუხელიძეზე საუბრობ მე როგორ ვუწოდა საკუთარ თავს გმირი, მაგრამ დავიბადე იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი თქო. მე მივხვდი რომ ყველა ერთნაირ ფაზაში არ არის, რაღაცნაირად მე ბოდიშიც მომიხდია მათ შორის ფორმულას ეთერში, რომ ნუ მიიღებთ ამას საყვედურად, მაგრამ როგორ ნიკოლას დედას რომ ტოვებ მარტო ნიკოლას რომელსაც მამა ენატრება, ნიკო. მე გოჯოხის როგორ მიყვარს, ყველას დედა და თან მე უხერხულობა მაქვს რაღაცნაირად, რომ მე უნდა შევახსენო ეს ვინმეს, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მოდით გვესაუბრეთ და გაბედეთ. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არავისი პირადად არ არის და ყველასია. ყველა იმ ადამიანის ვინც არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა და იმიტომ რომ რეჟიმს ასე უნდა, ჩვენ სხვა ქვეყანაში არ უნდა გავიქცეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცით რაც მოხდება, ანუ მართლა დაეპატრონებიან. გავეშებულ სპეცრაზმელებს არ უშინდებოდნენ ახალგაზრდა გოგოები, რისი გეშინიათ, ბიჭებო, რისი გეშინიათ, ანუ ამაზე მეტად ქართველობა როგორ უნდა წაგართვას ვინმემ, როცა გეშინია და ჩუმად ხარ. არ ვიცი, აი ქართველობა ვაშკაცობა რაც გინდა დაარქვი, ახლა მე სტერეოტიპულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ქართული ოცნება ხო ამბობს რომ რაღაცა ექსკლუზივი აქვს რწმენაზე, ოჯახზე, არ და ყველაზე გახრწნილები ეგენი არიან მორალურად, ხო? და ამას რომ ქართველ კაცს რომ
შთაგონა რომ კანონი თუ არ მიიღე თურმე გათხოვდება. ანუ კანონი აკავებს ქართულ კაცს და აი რა ვიცი მე ქართველი კაცი რო ვიყო და რო ვიყო ქოცი ანუ მართლა შევიშლებოდი აი როგორ შეიძლება რომ მე კაც ვიღაცა მითხრას რომ თუ კანონი არ არის ანუ აი არ რაღაც ბოცი გიჟე რა მართლა სიგიჟეა და თუნდაც ის რომ აი ესეთ თემა ახსენე ახლა და ესეთ თემა შეეხე აი თუნდაც ის რომ მაგალითად რაღაც ნორმალიზდა რა თითქოს ნუ მე აი ქოცები რო ჩვეულებრივად უყურებდნენ მაგალითად იმ საკითხს როცა სამთებერვალს მახსოვს ანუ გლეჯდი ანუ ვეხეთქებოდი საკნის კედლებს როცა უყურე ქალებს როგორ ექცეოდნენ ოღონდ ის მართველი გუნდი რომელიც გეუბნება რომ არა ჩვენ ანუ ფასადური ვიყავით ყველაფერი ამაზე ლაპარაკობ რამ გამანადგურა იცი აი როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ისეთი რეალობის ნახვა რომ პატიმრის დედას დასცინის კაცს ეძახის ალბათ თავის თავს მე კაცად არ ვთვლი სრულიად წარმოუდგენელია მართლა ეს გახრწნილი ამორალური აი არ ვიცი ვიმეორებ ამ სიტყვებს მაგრამ არაფერი სხვა არ უხდება ქოცობას დეგრადირებული ბრჭყალებში ადამიანი როგორ შეიძლება პატიმრის დედას დასცინოდე ხალხო ეს ამიხსენით და არ მესმის ვერ გავიგებ და არც ამ ხარეს ყოფნა როგორ არ განადგურებს ჩემი ყოფილი მეგობარი რო ხარ ჩემი ყოფილი ნაცნობი რო ხარ გამარჯობა ერთხელ მაინც რომ გითქვამს ჩემთვის და შენ ხარ იმ ადამიანების გვერდით ვინც პატიმრის დედას დასცინის აი არ ვიცი არ მე გონებაში ეს არ მივაგდება ელისო არ მინდა ეს ყოველი ჩემი ასეთ საუბარი კოლეგებთან ადამიანებთან რომლებიც მიყვარხართ პატივს გცემთ გაფასებთ აი კონკრეტულად მზია ამაღლობელს მინდა რომ დავუთმოთ რამდენიმე წუთი იმიტომ რომ მზია აი არ ვიცი ჩემთვის გარდა იმისა რომ კოლეგა გარდა იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა მანამდეც ვიდრე დაუშვათ ასე გავიგებდით და ამდენჯერ მის სახელს და გვარს მე ვფიქრობ რომ იმსახურებს მისი განსაკუთრებული პოზიციის გამო იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცნაირად ის მესამე თვალი ტელევიზიონშიკები როგორც უწოდებთ აი ამ ოჯახის წევრები საკუთარ თავს აი რაღაცნაირად გვერდიდან არა ანუ წიაღიდან ანუ ეპიცენტრიდან ვუყურებთ მოვლენებს მაგრამ რაღაც მესამე თვალით და ჩემთვის ასე ჩანს მზია რომ აი თავისი მანერით მოგქცევით როცა არ ჯდებოდა მაგალითად სკამზე ანუ მისი სიჩუმეც კი მოიცავს დიდ პროტესტს და აი როგორც კოლეგაზე მინდა კითხო სამწუხაროდ პირადად არ ვიცნობ მზიას მაგრამ აი გელამთიულიშვილი დამემოწმება როგორც კი გავიგე რომ დაიჭირეს მე ძალიან მაშინ მედია ჯგუფი შეიკრიბა და აქციებს მართავდნენ მე ვუთხარი გელას რომ არაფერი არ გამომაპარო მაშინ მით უმეტეს თვეების ბავშვი მყავდა და აი არ ვიცი ეს სათქმელიც არ არის მაგრამ თუ კი სადმე რამე აქცია იყო ან პროტესტი გამოსახატი მზიას მხარდასაჭერად ყველგან მინდოდა ყოფილიყავი და თავს ვერ პატიობდი თუ ვერ ვახერხებდი და ძალიან გამიმართლა სტრასბურგში ვიყავი იმ დროს როდესაც დააჯილდოვეს სახაროვის პრემიით რამდენჯერმე მკითხე ხო არ მეშინიან ძალასად ვყოვლობ აი მართლა რისი უნდა მეშინოდეს როდესაც მზია ასეთ მაგალითს იძლევა ხო შეიძლება გაიცვითა ეს ფრაზა რომ პოლიტპატიმრები ჩვენ გვამხნევებენ და ძალას გვაძლევენ ფიზიკურად ასეა ანუ აი ძლიერდებით მართლა ძლიერდებით და უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს მათ წინაშე ჩვენს საყვარელ მეგობარ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ რეპორტაჟი რომ მოვამზადე სადაც ჩემი აზრით ერთი კარგი სილა გავაწანით რეჟიმს შემდეგ მეორეც და ასე შემდეგ ეფექტური ის რაც გააკეთეთ და ამიტომ თქვი რომ შეიძლება როცა გაქვს ეს უხერხულობა რომ რაღაც სიღრმისეულად როცა ეძებს სიმართლეს რომ მოუყვე შემდეგ საზოგადოებას და იცოდნენ უფრო მეტი იმაზე თუ რამდენად ბოროტია რეჟიმი ამ დროს ხო ვიცით ეს რა რეალობაში ყველა გზა რო გადაკეტილი გაქვს და შეიძლება მაინც პოულობ ძაღლის თავს გასვერ ჩემ ძაღლებს ძალიან მიყვარს ხო ფრაზა უბრალოდ და ამ ფრაზას უეწინააღმდეგები უნიშნელოვანესი იყო ელის იმიტომ რომ ახლაც ხო ვუყურებთ რა ხდება რომ ანუ ცარიელი ფურცლებით იდგა სიმბოლურად იმ დღეს გურამ როგავა და ჩვენ ხო არ გავჩერდით თან ერთი რომ გამოვავლინეთ სავარაუდო თავდამსხმელი ვაიდ
იძულეთ პროკურატურა რო ემოქმედა, შემდგომ სახელდახელოდ შეკერეს თეთრი ძაფით მართლა საქმე, დაიჭირეს სპეცრაზმელები, რაც სრულიად არასაკმარისია, დახურეს საქმე და დახურულ საქმეზეც კი დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სიმართლე მოვიწიოთ და ეს სიმართლე იყო რა? ერთი რომ ძალიან საეჭვოა ის პირი არის თუ არა მართლაც გურამზე თავდამსხმელი ვინც დააკავეს, ვიყავი მის ოჯახში, ვესაუბრე ახლობლებს და პარამეტრებითაც კი არ გავს ეს ადამიანი და უკვე დაკავებულ ადამიანს წაუყენეს ბრალი სხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის იყო დაკავებული, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის რომ დახურულ სივრცეში ძალიან მოწყვლადები არიან და შესაძლოა რა იმეს ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ თავარი წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაფერი არ იყო გაკეთებული და პროკურატურა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ერთ დღეში 6-ში წერს შსს-ს რომ ერთი დამიიდენტიფიცირა გურამ როგავაზე თავდამსხმელი და შსს ერთ დღეში უბრუნებს პასუხს რომ ეს არის ესა და ეს. თუ ეს შესაძლებელი იყო, სად იყვნენ წელიწად-ნახევარი და სად არიან ასეულობით ადამიანის საქმეზე. ხო, იმიტომ რომ გურამ როგავა, მაკა ჩიხლაძე, მარიამ გაფრინდა, უამრავი ადამიანი, ფოტორეპორტიორები, ძალიან კარგად მახსოვს ქეშელაშვილის ამბავიც, მინდია გაბაძე, რომელიც საკნიდან ვაკვირდებოდი რუსთავაზე განვითარებულ მოვლენებს და რამდენი ასეთი და მართლა სისხლიანი იყო მთელი ნოემბერი. მე ვამბობ პერიოდს ვიდრე დამიჭერდნენ და ეს უბრალოდ ვერ წაიშლება და იმაში როცა შენ ამბობ რომ ჩვენ ამას გადავამოწმებთ, უბრალოდ მინდა მეც უთხრა მაყურებელს რომ აქ არ არის არც დირექტორი და არავინ და ვერავინ არაფერს ვერ დამაბრალებთ. ეს იმისთვის და ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამბობთ, რომ არა კაცო ეგრე არ არის. მე ვამბობ, რომ ისედაც ჩანს, შენ რომ არ მიხვიდე, არ ესაუბრო ოჯახის წევრს და თუნდაც გურამმა რომ არ ილაპარაკოს იმ დეტალებზე, პირდაპირ ჩანს, იმიტომ რომ ერთი თუ მართალი ხარ, ასე არ იქცევი, ანუ მიწას არ აყრი იმ ამბავს, რომელიც მნიშვნელოვანია იცოდეს საზოგადოებამ და მეორე, იმიტომ რომ ელისომ იქ რაღაც კონტურები გამოსახა და გურამმა იაქტიურა და იქ უცებ მიხვდი რომ შეიძლება ევროპიდან წამოვიდეს ძალიან ცუდი პასუხი და შენ ამ დროს 3 წამში იღებ გადაწყვეტილებას, რომ აი ეს რანაირად ესა და ეს ჯერ ერთი ხო არსებობს მილიონი ფაქტი და მაშინ დაადასტურე და თუ ეს ფაქტი არ გაქვს, მაშინ ველთ უნდა გაჩვიდე. ამ ამბის სრულიად სხვა რაკურსი მინდა დაგანახოთ და შენს მაყურებელს დავანახო. როდესაც გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეს სწავლობდით და ვამზადებდით რეპორტაჟს, იმ პერიოდში ფორმულას ჰქონდა დავალიანება და ტრანსლირება ვერ ხდებოდა ჩვენი ეთერის ციხეებში. კი ბატონო. და ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, სახელს და გვარს არ ვიტყვი არც ერთისას. მოკლედ, ერთ-ერთი პატიმარი, სინდისის პატიმარი ურეკავს ახლობელს. ახლობელი უყვება, რომ იცი რა მაგარი რაღაცა უნდა გავიდეს ხვალ ეთერშიო. იმან მოაყოლა რა და თქვა რომ გურამ როგავაზე თავდამსხმელი ელისომ აღმოაჩინა ასე შემდეგ. ეს პატიმარი გავიდა სხვა თანამესაკნეებთან, სხვა სინდისის პატიმრებამდე მივიდა წერილობით ამბავი იმის შესახებ, რომ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეს ხსნით მეორე დღეს. ამის შემდეგ გადის რამდენიმე დღე და ეს მხოლოდ ანონსი იყო, გადაცემა ვერ ნახეს. ერთ-ერთი ადვოკატი შედის სინდისის სხვა პატიმართან და ის ეკითხება, რომ რა გავიდა ნამდვილ ამბავში და ადვოკატი ყველაფერს უყვება, ის იწერს და ასე წერილობით გავრცელდა ამბავი ციხეში და მართლავს ვამკითხვას, რომ როგორ უნდა გავჩერდეთ? არა, არ უნდა გავჩერდეთ. რა საინტერესო ამბავია, ხო, რომ აი ყველაფერს ღუდავ, აჩუმებ, კრძალავ, იქ იმან არ გადაიღოს, კამერით არ შემოვიდეს და მაგიტომ ამბობ, რომ ამისთვის საპასუხოდ რა მაქვს, ვიცი, 90-იანი წლები და სულ ეუბნები დედაჩემს, ინტერნეტი არ იყო, არაფერი არ იყო, გაჯეტი არ იყო, სიტყვაც კი არ არსებობდა და ადამიანები აი უბრალოდ სულისკვეთებით კი არა, ენერგიით გრძნობდნენ, რომ რაღაც ისე არ არის და ამ საუკუნეში რაც არ უნდა ჩაატაროთ, უბრალოდ ვერ დაახშობთ სიმართლეს და აი მართლა რომ ჩააბნელოთ სტუდიაც და ხელოვნური წვიმაც რომ შექმნათ და არ ვიცი წალეკოთ, იცოდეთ რომ მაინც ვიპოვით კალაპოტს, საიდანაც სიმართლეს ერთმანეთს აუცილებლად მოუყვებით. ელისო, ცოტა თან ვაკონტროლებთ დროს. კი ბატონო. მინდა შევეხოთ ჩვეულებრივ ცხოვრებასაც და განსაკუთრებით ჟურნალისტებთან ხშირია ეს კითხვა, რომ აი რაღაცა ოჯახი და რაღაცა თავადაც თქვი რომ რაღაცა ორი ცხოვრება მაქვსო და გამომდინარე იქიდან რომ ორი შვილის დედა ხარ, მოკითხვა შვილებს პატივისცემა და სიყვარული და გისურვებთ რომ თქვენ არ გაიაროთ ის რასაც ჩვენ გავდივართ, ყოველ შემთხვევაში შევქმნათ თქვენთვის ის რეალობა რომ აღარ მოგიწიოთ უსამართლობასთან შეჯახება. ალბათ არ ვიცი, ასე მე არ მახსენდება რომ ასეთ
ჩარჩოს გარეშე გადაცემაში სადმე ხო, არა. გეთქვას დეტალები შენი ოჯახური ცხოვრების შესახებ, მაგრამ აი ელისოს სახლში, ელისოს შვილებთან არ ვიცი, ალბათ დანაკლისი შენს გაქვს როგორც ყველა ჟურნალისტს, რომ საკმარის დროს ვერ უთმობ მით უმეტეს ამ რეალობაში, მაგრამ ვერც ქმარს და ვერც შვილებს, მაგრამ ანუ საჩუქარია ჩემი ოჯახი ჩემთვის, იმიტომ რომ ამაზე დიდი საყრდენი მე არ მაქვს. და ჩემს ქმარს მადლობა აქედან იმისთვის, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩემი და ყოველთვის იქ დგას, სადაც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები და ამ გადაწყვეტილების სიმძიმეს მიმსუბუქებს. აი ეს ძალიან პატივისცემა რა თქმა უნდა მეუღლესაც ის მცირე დრო მე მცირეს იმიტომ ვამბობ რომ აი რო დარბი ხარ და ახლა ეძებს სიმართლეს და იქ რაღაც უნდა ამხილო აქ რაღაც ფაქტია მოსაძიებელი, გადასამოწმებელი შეიძლება არ ვიცი უბრალოდ არ ვიცი ტელეფონის დაგიბლოკონ არ გამიკვირდება აგერ ციხიდან ვერ გირეკავდით აი ამ დროს როცა ბრუნდები დღეს საკმაოდ გვიან მიხოლა მე მომიტევოს ამ შემთხვევაში შენ მოუჯახმა ყველაფერი ძალიან კარგად ეს ხო პირველი რასაც აკეთებ არ ვიცი აი საყვარელი კერძი კითხვა გასეირნება ანუ რა არის ის აქტივობა რომელიც აი შვილებთან აი იმ თავისუფალ დროს რომელიც ძალიან ცოტაა და დათვლილი უნდა მოვასწრო ჩემს უფროს შვილს ამბებს ვაყოლებ ხოლმე დღის და ახლა წასულია და ძალიან მენატრება ხვალ ჩამოდის და იმდენი ამბავი უნდა მოვაყოლო მე ყოველ მისვლაზე თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე რომ პატარა შვილიც მყავს ასე ხუმრობ ხოლმე და მე იმას თუ არ ძინავს ვეფერები თუ ძინავს კოცნი ძინარეს ჩემი ქმარი ყოველთვის მელოდება დღეს ვაჯამებთ ყველა ერთად საუბრობთ და მე მართლა ვამაყობ იმით რომ ჩემი შვილიც უფროსი იცი როგორი მაგარი გოგოა აი პატარაობიდან ყველა აქციაზეა ჩემთან ერთად ნამყოფი და ნამდვილი მებრძოლი ახლა რა ასაკშიც არის შენი უფროსი შვილი შენ როცა იყავი იმ ასაკში რა ასაკშიც ახლა ის არის აი მე მგონია რომ ჩვენ ცოტა სხვაგან ვიყავით ხო ჩვენ არაფერი არ ვიყავით ამათთან შედარებით საერთოდ არ ვიცოდით მე მგონია არაფერი არ ვიცით სათვალით უყურებდით ცხოვრებას თუმცა უმძიმესი ცხოვრება გქონდა იმ პერიოდში ნუ რაღაც მე 84-იანი ვარ მე 2-იანი ხალხო ვარ 42 წლის ძალიან გამიხარდება თუ დაწერთ კომენტარებში თუ დაწერთ რომ არ ეკეთყობა ასაკით რაღაც კი მივიღებთ ასეთ კომენტარებსაც სიამოვნებით იცი რა არის ხო რთული ბავშვობა გქონდა მაგრამ ისევ ჩვენმა მშობლებმა მამაჩემმა რომელიც აღარ არის ცოცხალი ძალიან დიდი სინათლე და მხიარულება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში დედაჩემმა რომელმაც თავი გადადო რომ ჩვენ კარგი განათლება მიგვეღო ბიძაჩემმა რომელიც აი ჩემი გამზრდელი ბიძა იყო ასევე ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის არ ვიცი ხა რატომ ალაპარაკებ ოჯახზე შეიძლება ვიტყვი არა იცოდნენ რაც უფრო მეტი ეცოდინებათ თავდადებულ ჟურნალისტებზე მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ანუ ჩემმა ოჯახმა განსაზღვრა ჩემი იდენტობა აი ჩემს ოჯახში დაიწერა ჩემი ბედის წერა რა თქმა უნდა პროფესიის ჩათვლით პროფესიის ჩათვლითაც იმიტომ რომ მამაჩემმა ხელი არ შემიშალა თან ის წელი იყო როდესაც გიორგი სანაია მოკლეს როცა ვაბარებდი და აი ერთადერთხელ დამისვა კითხვა რომ ნამდვილად გინდა ეს და კი ნამდვილად ისე იყო მანამდე ბავშვად მე ჩემ შემთხვევაში იყო რომ ხო ერთი დღე ვაპირებდი რომ აი სამედიცინო მეორე დღე ვაპირებდი რაღაცათან ხო იყო პოპულარული პროფესიები და მე სკოლის ასაკიდანვე გაზეთში გაზეთში ვწერდი სკოლის პერიოდიდან და განსაზღვრული მქონდა, კი ბავშვობიდანვე როგორ ვიცი, აი ტელევიზორის წინ ვიჯექი და წამყვანის ტექსტს გულში ვიმეორებდი და მე რაღაც პატარა თამაშივით იყო და მინდოდა რომ წამყვანისთვის გამესწრო, მაგრამ როგორ გავასწრებდი ტექსტი მე არ მქონდა. ელისო შენც დარბოდი ესე მიკროფონით? არა, აი რაღაც არ ვიცი, უშუალოდ ტელევიზორთან მქონდა ეგეთი კომუნიკაცია. თავიდანვე ვიცოდი ჩემი პროფესია რა იქნებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში აი იცი როგორ აი ჟურნალისტიკაზე ამხელა კონკურსია, მე პატრონი თუ არ ყავს ტელევიზიაში ვერ დაიწყებ მუშაობას და ასე შემდეგ და ნუ ჩემი მშობლებიც რა ვიცი ორივე პედაგოგი მითხრეს რომ ჩვენ თუ გონია რომ ტელევიზიაში რა ვიცი მე
ადგილს გიშოვით ვერა, მაგრამ ეგ გაგება ჩვენს ოჯახში ისედაც არ ყოფილა. დედაჩემი პედაგოგი იყო და არასდროს ჩემს მეცადინეობის პროცესში არ ჩარეულა. ანუ ბავშვობიდანვე ესეთი მე თვითონა ვიყავი, ანუ მე თვითონ ჩემით მივახცევ. სხვათაშორის სულ უსვამთ ხას ამას, იმიტომ რომ აი ის ადამიანები, ვისაც რაღაცნაირ შიში შეიპყრობს ხოლმე, არ შეგეშინდეთ, გაბედეთ, გადადგით ნაბიჯი და ამ შემთხვევაში ვიხსენებ ხოლმე ბაბუაჩემს, რომელსაც მართლა ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა, თუმცა აი სულ მეც ვერიდებოდი, მისი პასუხიც იყო რომ ამ შემთხვევაში დავიკვეხნი და გავკადნიერდები და ვიტყვი რომ სულ ქონდა პასუხი რომ იმდენი ნიჭი გაქვს რომ ჩემი დახმარება არ გჭირდება და არსად მისი სახელი არ გამომიყენებია და მაშინაც როცა მეკითხებოდნენ აი კასტინგზე როცა მივიდოდი, რა თქმა უნდა ზოგან იყო უარი, ზოგან იყო და არ ნიშნავს ეს უარი, რა თქმა უნდა ტრაგედიას, იმიტომ რომ რაღაცა აი ხო იცი ვინც ეძებს კონკრეტული გადაცემისთვის ასე წამყვანს თუ ისე ჟურნალისტს, მოკლედ არ შეგრცხვეთ, არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ არასდროს, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ მსახიობებსაც კი გარკვეულ კასტინგებზე ეუბნებიან უარს და სულ ამბობ რომ აი ბაბუაჩემი არ გამომიყენებია. ამიტომ მნიშვნელოვანია ხო? ყველა სამსახურში, ანუ სადაც ავიდგი ყველგან მოხვდი კონკურსით. ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში. თუ კი რამით აი მართლა შემიძლია ვიამაყო 42 წლის ასაკში, ნამდვილად არის ჩემი ოჯახი და ჩემი პროფესიული რეპუტაცია, სადაც ვერავინ ვერ წამომაძახებს ვერაფერს. ძალიან მაგარია და მეც სულ ამას ვამბობ, რომ რამდენადაც რთულია თუნდაც ხვისი ხედვით, რომ აიცი რა ის თუ არ ყავს, ეს თუ არ ყავს, იქ ვერ მოხვდები, აქ ვერ მოხვდები და ძალიან მაღალი ნათქვამი ხო არ გამომივიდა. არ გამოგივიდა და გეტყვი რატომ, რამდენადაც მე აი ეს ბარიერები, რა თქმა უნდა, მიგზნია, მათ შორის ერთ-ერთი კასტინგი იყო, არ დავასახელებ რომელი გადაცემის და დაახლოებით მაშინ ესე მითხრეს, რომ 300-დან 350-მდე იყო და მეთქი ამდენ ადამიანს შეამარჩიეთ და ხო იცი მაშინ ცოტა ეგოს უფრო მეტად ვიფხანდი ვიდრე საჭირო იყო და ნუ რა თქმა უნდა დედაჩემის კრიტიკა და ქართ ცეცხლი კრიტიკის არ მაკლდა. დედაჩემი მარინაც ძალიან კრიტიკულია. ხო, მე მგონია რომ კრიტიკულად განწყობილი დედების შვილები გამოვირჩევით ფაქტია. ნუ არ გაბრაზდეთ ახლა რომ იმას აქ შევართ რომ ვიცით რა ვქენით, როგორ ვქენით და რატო უსვამ ამას ხას. აი რაღაცნაირად სულ იყო ეს რომ აი სამაგიეროდ ჩემით შეიძლება არ მიცნობს მსოფლიო, მაგრამ მე ხო ჩემით მოვინდა და ამ დროს მე სულ მოდის ეს კითხვა რომ ჩემი მონდომება უფრო მეტად იყო თუ იღბალი და აი კოლეგებთანაც ეს არის ხოლმე რომ მონდომება, მიზანდასახულობა, შრომის მოყვარეობა, თვითონ საქმის სიყვარული, ანუ განმაპირობებელი ფაქტორი რა არის რომ იყო წარმატებული თუნდაც შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით არა, მაგრამ იმ კონკრეტულ ადგილას, იმ კონკრეტულ ფორმატში თუ გადაცემაში. მე არ ვიცი ბავშვობიდან რატომ მქონდა ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ინგლისურის მასწავლებელი მყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა და გაკვეთილის შემდეგ ვსაუბრობდით ხოლმე. და ერთხელაც მკითხა რომ რაღაც შენდაც ასეთი ნიჭიერი და არა მე არ ვარ ნიჭიერი, მე ბეჯითი ვარ თქო და სხვათა შორის აი ხო ძალიან რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი ხო საერთოდ ნიჭს გვერდით გადავდებ და არ მიმაჩნია მართლა რომ ნიჭიერი ვარ. მუშაობა მიყვარს, მეცადინეობა მიყვარს, სწავლა მიყვარს. აი არ ვიცი რაც გინდათ და არ ვქვით ამას, მაგრამ მე მაგალითად ქუჩაში ხალხის ჩასაწერად რო გავდივარ, ამისთვისაც ვემზადები. ანუ ვიღაცა შეიძლება ყველაზე მარტივ რეპორტაჟად ჩათვალოს ეგრეთ წოდებული Vox Pop-ი გონიათ რომ აი მე ამისთვისაც ვემზადები. მე მიყვარს მომზადება. მე მგონია რომ ამით პატივს ვცემ ჩემს მაყურებელს, ჩემს რესპონდენტს. საკუთარ თავს და პროფესიას. საკუთარ პროფესიას. აი მართლა აი დამცინიან ხოლმე აი დოკუმენტები. მიყვარს დოკუმენტებზე მუშაობა. მიყვარს აი რაღაცების ძებნა, პოვნა. ისე მაშინ როცა დავუშვათ ნიუსზე გიმუშავია, მაშინ როცა ხარ სტუდიაში, ანუ რომელი უფრო შენი, აი არიან ახლა ჩვენი კოლეგები, ვისაც უყვარს მაგალითად სირბილი და უნდა რომ სულ რეპორტაჟებზე. მე ვერ ჩამოვყალიბდი, ანუ სირბილიც მომწონს, აი ეს კომუნიკაციაც მომწონს. ეხლა კიდე ერთ რაღაცას გაკეთე. ექშენიც, სტუდიაც, მეგაშოუც, აი რაღაცა ვერ ჩამოვყალიბდი. მე საკუთარი თავის ყურების მრცხვენია. ანუ მე ჩემი არც ერთი გადაცემა არ მინახავს და ბავშვობიდანვე ისეთი მორცხვი ვიყავი, ჩემს სახელს რო ახსენებდნენ, ან გაკვეთილს რო ყვებოდი, ან რაღაცა ერთხელ რაღაც წერილი მომიწუნა ვიღაცამ და ნუ ეს წაიკითხეს ძალიან ფართო საზოგადოებაში და მე მინდოდა რომ მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე ყველაზე ქვემოთ.
ძალიან მორწყვი ადამიანი ვიყავი და ალბათ ეხლაც ვარ, მაგრამ ამ პროფესიამ გადამარჩინა, ანუ საკუთარ თავში მაპოვნინა ძალები, რომ კითხვა დავსვა, დაკეტილი კარი შევაღო და ასე შემდეგ. იცი რა, რამდენადაც ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ, აი როგორც რესპონდენტის პოზიციიდან გეუბნები, მე ვყოფილ ვარ შენთან სტუდიაში და ტყვეობისთან თავის დახსნის შემდეგ ერთ-ერთი ესეთი ემოციური სიტყვა, რომელიც ესეთი ვირუსული გახდა, შენთან იყო გადაცემაში და ხო, რაღაც ესე მოხდა და რამდენადაც მე აი ვგრძნობ, რომ აი შიში არ გაქვს კითხვის დას. მე ვამბობ ისე რა, აი გვერდითა თვალით რო შეხედავ, ამავდროულად აი განსაკუთრებული განცდა მქონდა შენთან და ამას ხას გავუსვამ ყოველთვის და ყველგან და რამდენი წელსაც არ უნდა ვიყო, რომ აი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდები რესპონდენტს. აი თან ოღონდ მე ვამბობ ადამიანური თვალსაზრისით, აი ფაქიზად, მაგრამ პირდაპირ. აი მე ვამბობ, რომ იმ მომენტში, როცა შენ მე კითხვას მისვამდი, ვგრძნობდი, რომ აი არ იყო სულ ერთი შენთვის ის, რომ მე დაუშვათ როგორი ემოციური ფონი მქონდა, რა მქონდა. ანუ ვგრძნობ, რომ აი შენ ითვალისწინებ ადამიანის ცხოვრებას, მის წარსულს, ბექგრაუნდს და ასე შემდეგ, ხო. და მე მგონი არ ვწდები, არ ვიცი. აი ეს იგრძნობა. და იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი თავი დიდადაც არ მომწონს და საკუთარ თავს ვერ ვუყურებ. ესე მე ხო იცი ვუყურებ. აი მე ვარ რეპორტაჟის ადამიანი. ანუ კადრს მიღმა. ხანდახან შეიძლება ჩანდე კიდეც, მაგრამ აი რეპორტაჟი არის ის სრულყოფილება, სადაც მე შემიძლია ჩემი უნარები გამოვავლინო. ვის აზრს ითვალისწინებ ყველაზე მეტად, რადგან ხო ამბობ, რომ არ გიყვარს საკუთარი თავის ყურება. ანუ მეუღლე, ანუ არ ვიცი, მეგობრები, ოჯახის ჩემი ქმარი მე მგონი უკვე კრიტიკულს აღარაფერს არ მეუბნება. უკვე რა არც მეუბნებოდა და ამიტომ მგონია რომ სუბიექტურია. არა და ძალიან კარგი შემფასებელია სინამდვილეში, მაგრამ მე მგონი სადღაც მე მგონი მოვწონვა. ელისო, მიუხედავად იმისა, რომ კარგია, მე სულ ვამბობ, რომ ხარდაჭერას სხვათა შორის დედა ჩემო მითხრა ამ ჩემს არხზე, როცა იყო სტუმრად, რომ ცოტაო ვნანოფო, რომ ხანდახან არ გაქებდითო და მართლა მეთქი და გავიმარჯვეთქო, მე ლაშას გავხედე, ლაშას ეღიმებოდა. ხარ დღეს ის ადამიანი, როგორცაც წარმოიდგენდი თუნდაც 20 წლის წინ. ანუ დღეს ელისო ზუსტად ისეთია, როგორც ელისოც ეგონა რომ იქნებოდა 20 წლით უფრო ადრე. ფსიქოლოგთან ვარ ვიზიტზე. იცი რა არის? არ ვიცი, მაგრამ ამასაც თუ ძალიან თამამ განაცხადად არ ჩამითვლი, უკან რო ვიყურები, არაფერს არ ვნანობ. არაფერს არ ვნანობ, რაც გამიკეთებია, მხოლოდ ის შეიძლება ვინანო, რაც არ გავაკეთე. და შეიძლება ეს იყოს ერთგვარი პასუხი შენს კითხვას. არის. ხო იცი ყველანაირი პასუხი, ჩვენი ნათქვამია, ესე მგონია, ანუ კოლეგების, ნუ და ეხლა თუ კი რამის მეშინია, არის ის, რომ კალიების და მიწისძვრის მახსოვს. კალიების და მიწისძვრის გარდა უკვე იმას, რა ქვია, გადავედით არა ფიზიკურ შიშებზე, არამედ იმაზე, რისიც ძალიან მეშინია, როგორც ხანდახან სუსტ ადამიანს, რომ რაღაც ისეთი არ გამოვტოვო ცხოვრებაში, რაზეც უარს ვიტყვი და მე ვინანებ. მნიშვნელოვანი ეპიზოდია ეს, მე მგონი ყველა ცხოვრებაში. აი წლები რომ გავა, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე შვილი ყოველთვის იამაყებს შენით, აი ამაზე კითხვა არ მაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირი ხარ, რა, იცი ურთიერთობაც იცი, პატივისცემაც იცი, ხო, ამ ყველაფერს აფიქსირებ. ოღონდ არ გაქებ, არ იფიქრო, რომ ქათინაურია და მე არ ვარ ზოგადად ადამიანი, რომელსაც ასე იოლად უბრალოდ იმისთვის, რომ არა. და მაყობ თქვენს მიხვდებით, რომ არ ვარ ეგეთი ტიპი, რომ აი რაღაც მოვიგონო ეხლა ფრაზა და აი ხატოვნად რაღაც ვთქვა. რას ანუ რაღაცა ორი ტიპის ფორმულირება ყალიბდება ჩემს გონებაში. ანუ ან რა გინდა რომ თქვან შენზე. აი არ ვიცი იმ ადამიანებმა, შენი შვილის მეგობრებმა, მეზობლებმა, ვინც გიცნობს, ვისაც გაუგია, ვისაც უნახავ ერთხელ მაინც. ან თავად რისი სურვილი გაქვს, რომ აი წლების მერე რა გინდა რომ მნიშვნელოვანი იყოს, ანუ მნიშვნელოვანს გულისხმობ შენ სახელთან დაკავშირებული, რასაც საზოგადოება ილაპარაკებს, არ ვიცი, აი ხალხი ვინც გულშემატკივრობს, ვინც ზის და ელოდება რომ როდის გახსნი კიდევ ერთ ახალ ამბავს და ეთქვა სიმართლეს. ძალიან მინდა რომ ეს გზა რომელსაც ვდგავარ, გავიარო უშეცდომოდ. ძალიან მინდა. ანუ უშეცდომო მართლა არავინ არ არის, მაგრამ აი არ მინდა რომ საბედისწერო შეცდომები დაუშვა. აი არ მინდა. არ მინდა რომ რამე ისეთი გავაკეთო, რაც ადამიანებს ზიანს მოუტანს. იმიტომ რომ ჩვენ სიტყვას მართლა აქვს ასეთი ძალა, ადამიანის გადარჩენაც შეგიძლია და დაღუპვაც. და აი სხვათა შორის მქონდა რამდენიმე ისეთი მომენტი, სადაც
ვფიქრობდი, აი სწორად ვიქცევი თუ არ ვიქცევი და ხო აი სამყაროს ღმერთს, ნიუსის ღმერთს ყველაფერს ვთხოვდი, რომ ღმერთო შეცდომა არ დამაშვებინო და ღმერთო ადამიანისთვის ცუდი არ გამაკეთებინო. ყავს განაწყენებული ალბათ კი იცი რა, ანუ წარეს რესპონდენტები არ ვიცი, მაგრამ აი მხილებას ხო ეგ ეს აქვს ტკივნეული მომენტი, რომ ვიღაც აუცილებლად გამოყავს დღის სინათლეზე ჭრდილიდან, იმ ჭრდილიდან, სადაც დანაშაულს ჩადიოდა. მილიონიც რომ მოწმა ჩემ პროცესს ახლა მახსენდება, გინდაც როგორც მოქალაქემ რომ შევხედო და ადამიანმა ალბათ ის ვერასდროს ვერ ამიტანს, თუნდაც იმიტომ რომ ხო იცი ის კადრი დიდი დარბაზიდან, სადაც 11 კაციანი იყო, ერთადერთი პროცესი იყო და მანდ იყო ეს აი გამოკითხვა და რო კითხულობდა ჩუმა ტელეფონიდან და პროკურორი რო უგზავნიდა და მთელი ამბავი და ოღონდ ეს იმ რამდენიმე წუთში ჩანს. და მე სულ ამბობ, რომ აი იქიდან რო გამოვიდნენ მე და ჩვენმა კოლეგებმა კითხვები დაუსვეს, albათ ის ჩვენი კოლეგები არ უყვართ, მაგრამ რატომ არ უყვართ? იმიტომ რომ ამ ხილეს ტყუილში. და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად შეუვალი ვარ და უკომპრომისო და არ არსებობს რამე პროფესიაში, რაც უკან დამახევინებს სიმართლის თქმის გზაზე, აი საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, თუ კი რაიმე პროფესიული საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, ყოველთვის აი ეს თხოვნა მაქვს ყველაფრის მიმართ, რაც არსებობს სამყაროში, რომ შეცდომა არ დავუშვა. მე მგონია რომ მაინც ვინც ფიქრობს ის აი ამ რისკებსაც რაღაცნაირად საზღვრავს, გახსენდება? ცხადი არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თავის მით უმეტეს ემზადები და გიყვარს თან. არა, მომზადებაც არა, მით უმეტეს ასეთი ჩასაფრებულია რეჟიმი და რამდენი მამხილებელი მასალა დავდე არ ვამაყობ, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შემომიტრიალეს ეს ჩემს წინა. და ვერ შემოგიტრიალებენ. თემა, იმიტომ რომ მართალი ხარ და არასდროს ტყუილი არ გითქმავს როგორც კოლეგას და ჟურნალისტს. იყო ან ყოფილა შენ ცხოვრებაში ისეთი თემა, რომელზე მუშაობაც აი განსაკუთრებულად გაგიჭირდა და აი თუნდაც სახლში რომ მიხვედი ოჯახის წევრებთან თქვი რომ აი ეს იყო აი რაღაც კატასტროფა. იცი რა, ჩემი ამბები სულ თან დამყვება. აი ნებისმიერი ესეთი დილემა მე არ მავიწყდება და არ მანებებს თავს. და დიდხანს კი აი სხვათა შორის ერთ ფსიქოლოგს ვესაუბრე, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და რაღაც დიაგნოზივით მაქვს ჰიპერემპათია. სხვის ფეხსაცმელს ვიცვამ და ვეღარ ვიხდი. მადლობა ფსიქოლოგს და ვიტანჯები. გადაცემის დასაწყისში ვთქვი. ხო, რთულია, ძალიან რთულია და გამომდინარე იქიდან რომ იწურება. იცი როდის ვიტირე პირველი რეპორტაჟისას? ეს მაინტერესებს შეიძლება 20 წლის წინ იყო, პირველ არხზე ვმუშაობდი მაშინ. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედაშვილი დაიღუპა და ამაზე ვაკეთებდი რეპორტაჟს. ყველა გამოშვებაში ჩართვა, სიუჟეტით ცხადია, თავარ გამოშვებაში და რომ მორჩა ეს ყველაფერი. აი ისეთი დამანგრეველი სინდისის ქენჯნა მქონდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანების გამოტირება ვერ შევძელი. ანუ პროფესიულად ამბავს მივყევი და დედაშვილი დაიღუპა და მე ვიდრე სიუჟეტი ეთერში არ გავიდა, ცრემლი არ წამომივიდა, მერე კი აი მე მგონია რომ ხო ეს ამ პროფესიის ეფექტია ხო, მაგრამ თან აი მართლა გამიჯნული მქონდა პროფესია, პირადი განცდები, ახლა ჩართვაზე ვერ იტირებ. ვერ იტირებ, მაგრამ შეიძლება ატირდე და მე მაგალითად არ ვერ იტირები ამას ხო. ეს თანაგანცდა, ყველაფერი ცხადია, ახლა არ ვართ ხო მართლა ამ სტანდარტით ყვებოდი ამ ამბავს, ცხადია რომ უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ სხვა შემთხვევაში მე აი ძალიან გულჩვილი ვარ და რაც დამემართებოდა ის რომ დღის ბოლომდე არ დამემართა, აი ამაზე ვინერვიული. ვთქვი კიდეც წინა ეპიზოდში ჩვენს კოლეგასთან საუბრის დროს რომ აი ჟურნალისტიკაში ზოგადად არის ესეთი ყველაზე რთული მომენტი, ანუ ექსტრემალურ სიტუაციაში მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ, შევიკავოთ, ვიყოთ ესეთი გავფილტროთ ყოველ შემთხვევაში სიტყვაც, მოვზომოთ ემოციაც, მაგრამ აი მე უკვე რო ჩაივლის ამბავი, აი ეს მოშვების კი არა, უბრალოდ აი ყველაფერი რო ერთად მოგაწვება და რატო უსვამ ამას ხაზს? აი ის გარდამტეხი ემოციურად მომენტი ჟურნალისტისთვის არის, აი როცა უშუალოდ მიდიხარ უყურებ ამბავს, მით უმეტეს როცა ისეთია ტრაგიკული ეს ამბავი და შინაარსი აქვს მძიმე და ამას მაყურებელი ვერ ხედავს. ანუ რაღაც მომენტში მე ტრიალდები, დგები, გიჭირავს მიკროფონი და
ან მე ვამბობ, რომ ბუნებრივია, რომ სადღაც გატყდე. გატყდე ოღონდ როგორც ადამიანი კი არა, იმიტომ რომ რაღაც არავინ არ ფიქრობს. ხო, ემოციურად აი მოგეძალოს ეს და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე წამი მე მგონია ჟურნალისტისთვის, როცა ის თვითმხილველი ამბის, რომელზეც რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა მოყვეს. და აი ეს პირველი რაღაც გარდამტეხი სინანული იყო, რომ როგორ მე ჩემს თავს არ მივეცი უფლება, რომ ადამიანური ემოციები გამომეხატა და მე რაღაცნაირად ჩარჩოში ჩავსვი ეს ემოციები, მე არც ერთი ჩემი რესპონდენტი არ მავიწყდება, ვისაც უჭირდა, ვისაც პრობლემები ქონდა, ყოველთვის ვცდილობდი რა რამე ფორმით უკან დაუბრუნებოდი ამ ამბებს და ამანაც განაპირობა ხო ჩემი როგორც ჟურნალისტის ელიცო, გამოვიყენებ დროს, ცოტა გადავაცილებ, მაგრამ YouTube-ია და უყვარს YouTube-ის. არა, უწყვეტი კადრი, არაფერს არ ვამონტაჟებ, მაქსიმუმ ჩემი ბოდიალი იქ. აულაშა ხო გამხდარი ვჩანო. ულამაზესი. ელისო, აი ეს ადამიანი უცებ დაიბადა მაშინ როცა ამ თემას ეხებოდი, მაშინ არა და მე უბრუნდები. ის ადამიანი, ვინც პირველ, არ ვიცი, იცი თუ არა კონკრეტულად ვინ არის, ვინც ის ლეშიჭა მიაგიწოდა, თუ არ ვიცი. არ მინდა მაგას ელაპარაკე, ეს კონკრეტულად ის პირი იყო, ვისაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს ჩემი შვილის წინააღმდეგ და ხო. კარგი, მაშინ მასზე არ დავკონკრეტები, მაგრამ დავკონკრეტები, იცი ვისზე? აი თუნდაც ჩვენი კოლეგები, რომლებიც ვიცით, რომ დღეს ემსახურებიან ცოტა თამამი ვარ კითხვებს როცა ვსვამ მაშინ ახლა წარმოვიდგინე უცებ ელისონმა პირიქით მკითხოს. აი ისინი რო გახდნენ უსამართლობის მსხვერპლი, როგორც ჟურნალისტი რასიზმ. გავაშუქებ უსამართლობას. გავაშუქებ. მაგრამ აი იმ გულგრილობას დატოვებ იქ, ხო? დააკონსერვებ. მე ალბათ ასე მოვიქცევი, არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ ბოროტი მეც არ ვარ, იცი? იცი რა არის გაშუქება ძალიან ღირსეული გადაწყვეტა იქნება ამ საკითხის. და ამისთვის წინასწარ მოვიკრებ ძალებს. მაგრამ ცხოვრებაში მე მგონი, მე ჩემზე ვამბობ თან ხო იცი, კითხოს როსო მე მეც მაქვს პასუხი, რომ აბა მე რას ვიზამდი და არ ვფიქრობთ რომ უბრალოდ სამ კითხვებს მეც ვფიქრობ, მეც განვიცდი, მეც ვნერვიულობ და მეც მაქვს ის პასუხისმგებლობა აც უკვე როგორც ისეთ ადამიანებს, რომლებიც შემიტყვეობის დროსაც გარეთ იდექით. ბოლო რამდენიმე წუთი, სადაც კითხვა მე არ მაქვს და ვუთმობ, არ ვიცი, ან სათქმელი, ან კონკრეტულად ვინმესთვის მიმართვა იქნება. ანუ ან ის რაც გაწუხებს და ჯერ არ გითქვამს, აი. ფიციო, ხო? ხო. მე და ჩემმა ერთმა მადლობა მეგობარმა, კოლეგამ და ის მიხვდება, ვისაც გულისხმობ და თუ უნდა მე თვითონ გაიხსენოს ფიცი, შევფიცეთ ერთმანეთს, რომ არ დავუშვებთ ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო, რომლებიც ემსახურებიან ბინძურ პროპაგანდას, რაიმე ფორმით დაუბრუნდნენ საზოგადოებრივი აზრის მართვის სადავეებს. არ მივცემთ უფლებას, რომ ამ ადამიანებმა ჩამოირეცხონ აი ეს დანაშაული. თუმცა არაფერი ხო? მე რა ფორმითაც შემეცრება და ეს სტატუსი ხო არ არის აღინაძე? არა. მაგრამ ხათუნაც მეგულება ამ საქმეში. ხათუნა რო არ გამომეტოვებინია, ამიტომ რომ სადღაც დასაწყისში მასწავლე გახსენე და დიდი პატრიოტიზმი და სიყვარული და რაღაც ისეთი ხო ესეთი. ხათუნასთან ერთად სამეული ვიქნებით ამ საქმეში, კი. და სტატუსიც დამიწერია. სტატუსიც დამიწერია ბევრჯერ ამაზე და სადღაც პროპაგანდისტული არხების ნიუსრუმში თურმე მიდიოდა ქირქილი, რომ ელისო შავსიას აგროვებს ჩვენსასო. იქირქილეთ. მე დავამშვიდებ და ვეტყვი უფრო მეტად გავაღიზიანებ, მე მყავს მეგობარი. თქვენი შავისია, თქვენი არქივია. კი ბატონო, მომღერალი, რომელიც მეუბნება, რომ ვინმეს თუ დაავიწყდება, რა შვებოდნენ ადამიანები მაშინ, როცა უსამართლოდ კეტავდით ციხეში თანამოქალაქეებსო და ლეწავდით ჟურნალისტებს და არ ვიცი გოგოს, ბიჭებს, ქალებს, კაცებს და მართლა არ ადამიანურად იქცეოდითო, მე შევახსენებო და ასე რომ ექსიები არა მხოლოდ შენ და შენს მეგობრებს უამრავ მეც მათ შორის ძალიან დიდი მაქვს. უღრმესი მადლობა. ბოლო რაღაც უნდა გითხრა. კარგი იდეა შეიძლება გაჩნდეს. მე არ მაქვს სტატუ. და ძალიან მომწონს შენი ტატუები და ძალიან მინდოდა რომ ქონოდა და ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდი და მოდი ამ უკანონობას რომ დავასრულებ და რეჟიმს რომ შევცვლით, წამიყვანე და ტატუ გამიკეთე. მე გიყვან ჩემს ტატუ მასტერთან, მანამდე მოვიფიქრე რამე სიმბოლო. მოფიქრება რომ შემეცნო. არა, მეც მოგიხმარებ, მაგრამ რაღაც ისეთ სიმბოლო იქნება გამარჯვება აღნიშნოთ. სადმე ის რომ სულ ჩანდეს. კი ბატონო, არ ვიცი მარჯაზე, ხო წლებს შემეუნება ხოლმე უკარგესი და მე ეს არ დამავიწყდება. მადლობა უნდა გადაგიხადო იმისთვის რომ ხარ ყოველთვის გულწრფელი
და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა, კარგად გამოვიყურებით, მე მაინც გვენ მე ხეც სულ. ნაყურებელს უთხრათ რომელი საათია და მე შეიძლება უფრო შეგვინდოს ასეთ ფორმაში. რომ მიხვდეთ რა ხდებოდა დღეს. ანუ დილიდან დღე ხო დაიწყო. ანუ ახლა არის 15 ივლისის ღამის 2:12 წუთი. ხო. ელისოს ქონდა გადაცემა პირდაპირ ეთერი და ნუ სხვანაირად არც მე არ მინდოდა რომ მისი ოჯახისთვის მომეწყვიტა. მოკლედ ოპტიმალურად ასე მოხდა რომ ეთერის მერე შედგებოდა ეს ჩვენი დიალოგი და მე ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი რომ საქართველოში არიან ასეთ ღირსეული ადამიანები, ასეთ ღირსეული კოლეგები და არ ვიცი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემა ელისო ჯარიაშვილი. ყველა მოვიკითხოთ სინდისის პატიმარი, პოლიტ პატიმარი და ჩვენი ღირსეული კოლეგაც, რომელიც წნეხის მიუხედავად თავის პროფესიულ საქმიანობას განაგრძობს. და უმნიშვნელოვანესია ისმოდეს თქვენი ხმა და აი ეს კამპანია რომ იყო რომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ჩააქრეთ იმ სინათლეს ისე ვიპოვიან ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ ნებისმიერ მედია საშუალებაში, ვინც დღეს კრიტიკულია და ვინც დღეს იბრძვის, რომ აი ეს ერთი მართალი სიტყვა მაინც იცოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ გვიყურეთ.